გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 2-ზე. მე ნუცა კოპალიანი ვარ და გამოშვებაში თქვენ ნახავთ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, თუმცა TBC ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოში რჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი, ჰეროინი და სუბოტექსი ამოიღო. მამუკა ხაზარაძე TBC-დან მიდის, ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, თუმცა აქციონერად რჩება. მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე. ამის შესახებ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. მიიჩნევს, რომ ბანკზე თავდასხმის მიზანი მისი დისკრედიტაცია, რომ აქვს წარმატებას ებრძვიან და კომპანიის ზრდა საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. მამუკა ხაზარაძეს იმედი აქვს, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ განვითარებაზე, თავად კი მთელენერგიას ანაკლიის პროექტს დაუთმობს. მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა. იმასაც მივხვდი, რომ აქ ჩვენთან წარმატებას ებრძვიან. მივხვდი, რომ კომპანიის ზრდა საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სამართლებრივ დავაში იყოს თავის რეგულატორთან. მით უმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა. დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე. ბანკიდან, რომელიც $500 რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად. იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე. მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანის ანაკლიის პროექტის განხორციელებას მიუძღვნი. იმედია დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა. სამშაბათს როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას. ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვა სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და ზოგადად TBC-ის გარშემო განვითარებული მოვლენები კამათის მიზეზი გახდა პარლამენტში ბიუროს ხდომაზე. ნინო არღულიანი გაგვაცნობს თემაზე შეფასებებს. ნინო, რა განცხადებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში? მამუკა ხაზარაძე მართლ გუნდთან ბრძოლაში 100-0 დამარცხდა. ეს განცხადება გააკეთა დღევანდელ ბიუროს ხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ, რომელმაც ასევე თქვა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბიზნესთან დაკავშირებით ინტერესი მართველი გუნდის ლიდერებს გაუჩნდათ და სწორედ ამას უკავშირდება განვითარებული პროცესები. გოცირიძემ ამ თემაზე საუბრისას ქურდული გარჩევებიც ახსენა, რასაც საპასუხო რეაქცია მოყვა მართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. დღეს რომან გოცირიძეს ქართული ოცნების ლიდერებმა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი შეახსენეს და ქართული ოცნების ლიდერებმა ბიუროს ხდომაზევე განმარტეს ის, რომ არანაირი ბიზნეს ინტერესები ხაზარაძე ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით არ აქვს მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს. ლონდონში TBC ბანკის მნიშვნელოვანმა აქციონერებმა, მსოფლიოში ცნობილმა უდიდესი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლო დავას წყვეტენ TBC ბანკთან დაკავშირებით და გამოაქვთ სარჩელი. ეს არის პირდაპირი ვერდიქტი საქართველოს სასამართლო სისტემისადმი, რომ არავითარი აზრი საქართველოში საკითხის სასამართლოში განხილვას არ აქვს. ვინაიდან სასამართლო TBC-სთან დაკავშირებით შედგა ივანიშვილის შუშის სასახლეში და იმ ქურდული გარჩევის დროს 100-0 დამარცხდა მამუკა ხაზარაძე. საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს გადაიქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, ქვესტრუქტურად. და ბოლოს, რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ვინც ამის ჩასვლას
დააპირებს ქართველი ხალხი მას გაასამართლებს. ხაზარაძე 20%-ის მფლობელია ჯაფარიძესთან ერთად. 80%-ში JP Morgan-ია და მსოფლიო გიგანტებია მონაწილე. როცა ამ გიგანტებს ამას უბედავთ, ნებისმიერ მიაც გაჭყლით და გასწრესავთ თქვენ. თქვენ არავინ არ გეკითხება, თქვენი რეალური მართველი. JP Morgan-ის ხსენება ისე რომ შეეშინდა რაღაც ქურდული გარჩევის არის არაკომპეტენტური განცხადება და ვფიქრობ არაეთიკურიც. მეორე საკითხი არის, მე თქვენ არ გაწყვეტინებდით. მეორე საკითხი არის ის, რომ სასამართლოდან სარჩელი გამოაქვს, იმიტომ რომ ზუსტად იცის რაც მოხდა. და მესამე არის თვითონ მამუკაც არ უარყოფს ხო ამ თემას. პირიქით ამბობს რომ არ ვიცოდი. და საკითხი ფაქტი არის იმდენად ნათელი და თვალსაჩინო, რომ ამაზე კამათი არ შეიძლება თუ ასე შებრუნება თუ შეიძლებოდა საკითხის, რომ თურმე აქციონერთა საბჭოს შეეშინდა და საქართველოს სასამართლოში გამოიტანა საჩივარი, არა იმიტომ რომ ხედავს რომ რაღაც არ არის წესრიგში, არამედ იმიტომ რომ თურმე რაღაცა შუშის სასახლეების ხსენება და ძალიან გთხოვთ. დაანებეთ ქურდული გარჩევას თქვენ მხარეს მოიკითხეთ. სადისტობას თქვენ მხარეს მოიკითხეთ, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც. ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო აქციონერებმა, მე ვფიქრობ, რომ არის გამართლებული გამომდინარე უპირველეს ყოვლისა ბანკის ინტერესებიდან. ამ განცხადებაში ცალსახად მოჩანს ინვესტორთა, დეპოზიტარებთა და ასე შემდეგ. ვერავინ ვერ უკარნახებს ბანკის აქციონერებს გადაწყვეტილების მიღებას, მით უმეტეს, რომ იქ არის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები, უპირველეს ყოვლისა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, JP Morgan და სხვები. ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს. ეს ერთი. მეორე. არის გავრცელებული ერთობლივი განცხადება დღეს გავრცელა ეროვნულ ბანკმა და TBC ბანკმა, რომ კონფლიქტი ამოწურულია, TBC ბანკმა გადაიხადოს უნდა ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. დღესვე საპარლამენტო ოპოზიციამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა, ვინაიდან ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სწორედ კობა გვენეტაძის ხელით ებრძვის მართველი გუნდი TBC ბანკის დამფუძნებლებს. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, გულისხმობ პატრიოტთა ალიანსს, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი დღეს ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროვონ, ვინაიდან დღეს განცხადების აქცენტები მათთვის საკმარისი არ იყო. მართველი გუნდი კი კითხვებზე პასუხებს სწორედ ხაზარაძისგან ელოდება და სავარაუდოდ ეს პასუხები იქნება სამშაბათს დარგობრივი კომიტეტის ხდომაზე, ვინაიდან უკვე ცნობილია, რომ სამშაბათს მამუკა ხაზარაძე აპირებს მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში და ამავე კომიტეტის ხდომას დაესწრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც. TBC ბანკთან დაკავშირებული დავა პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს საინვესტიციო კლიმატი და აქ უცხოელი ინვესტორებზე კი არ არის ლაპარაკი, ადგილობრივი ქართველი მეწარმეც კი ფულს არ ჩადებს და ბიზნესს არ გააფართოებს, როცა ხედავს, რომ ასეთ მსხვილ ბანკს და მის დამფუძნებელს და მსხვილ აქციონერს ხელი ისე გადაუგრიხა ბიძინა ივანიშვილმა, რომ თვალი არ დაუხამხამებია. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიყებთ ქვეყანას, როგორც ბიძინა ივანიშვილმა დაგვიანოსა თავიდანვე, ქვეყანა ორღობეს, რომელსაც თურმე არც ანაკლი სპორტი ჭირდება, არც განვითარება ჭირდება და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ორღობე, სადაც ხეს ერთი ადგილიდან მეორეზე გადარგავს. კითხვები არ უნდა დარჩეს, მაგრამ მე მაინც მაკლია რაღაცა, მეტი მინდა ვიცოდე. იცით, მებრძვიან, ეს უკვე საინტერესოა. მეტი დეტალიზაციაა საჭირო, ვინ გებრძვის, რატომ გებრძვის, მეტი ფაქტებია, მეტი მტკიცებულებებია საჭირო, რომ დასკვნებამდე მივიდეთ. არა გვაქვს ჩვენ მგონი ძალიან მყარი მტკიცებულებები იმის, რომ ეს უაპელაციოდ მივიღოთ ეს განცხადება, როგორც ჭეშმარიტება, ადრეც მithქვამს და დღესაც გავიმეორებ, ცხადია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დასრულდება გამოძიება და რა ფაქტები გამოიკვეთება. მე ვერ ხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა სრულდეს ბიძინა ივანიშვილის წვილი კალიბრის, თუ ახლა ასე სიტყვა არის აქ ზუსტად ის რაც ჩვენ უნდა ვიპოვოთ. ასეთი უაპელაციო განცხადებები, ხა ჩემი პოზიციის ადამიანისგან, რომელსაც ხელში არ უჭირავს რაიმე ქმედითი მტკიცებულებები, ხა ნებისმიერი ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც ამ ქვეყანაში აღიძრება ხოლმე საქმე, ყველა ამბობს, რომ ის უდანაშაულოა და აქ პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი. მხოლოდ გამოძიება და სასამართლო მათდამი მაღალი ხარისხის ნდობა არის გამოსავალი.
TBC ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოდან მიდიან და ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ TBC ბანკი გადაიხდის 1 მილიონ ლარს ჯარიმას. ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ ასევე გაავრცელა განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორების მხრიდან, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე. ამავე განცხადებაში ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ TBC ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტითა და სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით. აქვე წერია, რომ ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მისი საზედამხედველო ყურადღების საგანს წარმოადგენს ინტერესთა კონფლიქტის რისკები და ასევე ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო დარღვევის ფაქტები, რომელიც 2007-8 წლებში ტრანზაქციას უკავშირდება. როგორც ცნობილია, სწორედ ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძე ჯაფარიძის გადადგომა. მადლობა ნინო არღულიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. 9 დეპუტატის ინიციატივა სესიაზე განიხილავენ. ცვლილებათა პროექტი კოლეგებს ეკა ბესელიამ გააცნო და მას სულ 5 კითხვა დაუსვეს. ნათია სონღულაშვილი გვეტყვის ახლა დეტალებს და გაგვაცნობს განცხადებებს პარლამენტიდან. ნათია, გისმენთ. ეკა ბესელიამ საპარლამენტო ტრიბუნიდანაც გააკრიტიკა გუშინ პოლიცსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შეხვედრებზე დააყენა საკითხი, რომ აპირებდა კანონპროექტის ინიცირებას და არ მოусმენია წინააღმდეგობრივი პოზიცია. თუმცა კითხვის დასმის დროს ზაზა ხუციშვილმა თქვა, რომ მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით სიღრმისეული განხილვა არ ყოფილა. გარდა ამისა, ეკა ბესელიასთვის მიუღებელია არგუმენტი, რომ ინიცირებული პროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ბესელიამ დღეს თქვა, რომ პარლამენტს პოლიტიკურ დღისწესრიგს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უდგენს. ინტრიგა კანონპროექტში აღარ არის. ინტრიგა გავა კანონპროექტი, არ გავა კანონპროექტი. ამაში ინტრიგა არ არის, თქვენც კარგად იცით, მეც კარგად ვიცი, ყველა მე მგონი, რომ 76 ხმა ეხლა აქ არ მოგროვდება. ინტრიგა არის რა მოხდება შემდეგ. მხოლოდ იმ მიზნით ისევ ვამბობ, რომ აი ამის წინააღმდეგობა გამოვხატო იმ არაჯანსაღი ვითარებისადმი, რამაც დაბადა აი ეს დღევანდელი რეალობა. მხოლოდ ამიტომ მე ხმას გაძლევ. რა მოხდება შემდეგ, ბატონ უგრი? დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება დღეს. მე რასაც უყურებდი 2 წლის განმავლობაში, ნაბიჯი წინ და მცდელობა ნაბიჯები უკან. და რამდენიმე ძალიან პრინციპულ საკითხზე ძალიან პრინციპული წინააღმდეგობა. იყო სწორედ ეს მიუღებლობა პროგრესის და სიახლეების გარკვეული ჯგუფის მხრიდან. და ამ გარკვეულ ჯგუფსაც ყავდა თავისი ძალიან აქტიური და ყავს თავისი აქტიური წარმომადგენლები სამწუხარო ჩვენ შორის და მათ შორის იურიდიულ კომიტეტში. ბოლო თვენახევრის განმავლობაში რაც ღიად ხდება, რა თქმა უნდა ვერ შევძლებ ვერც იმ რეფორმის შედეგების დაცვას და ვერც იმ მოსამართლეების დაცვას, რომლებმაც საკუთარი მოქმედებით მიაყენეს შეურაცხყოფა სასამართლოს სამართლიანობას, მართლმსაჯულებას, როგორც იდეას. და არ ესმით საერთოდ რას ნიშნავს მოსამართლის როლი, როდესაც ღია დებატებში ასეთი თემებით შემოდიან დისკუსიაში. რა არის ამ კანონში ისეთი, რომელიც შეაფერხებს და აანგრევს რაღაც პროცედურას, შეაფერხებს სასამართლოს მუშაობას და რაღაცა წარღვნას მოუმზადებს მთელ ამ სისტემას. რა არის ასეთ? თუ ასეთ რაღაცას ამზადებთ, მე არ მოგცემთ ხმას. თუ ამზადებთ, თუ არ ამზადებთ ესეთ რამეს, მე მოგცემთ ხმას. რატომ არ გაუჩნდა სურვილი არც ერთხელ ფრაქციას, ქართული ოცნების, ან უმრავლესობას ამ ცვლილების შიდა დისკუსიაზე მოეწყო ერთი შეხვედრა. როდესაც ის განცხადება ვრცელდება იმ ფორმით, როგორითაც ვრცელდება და არ ველაპარაკებით ინიციატორებს, საკუთარ კოლეგებს ამ ინიციატივის შესახებ, არის ეს ჯანსაღი პროცესი თუ არა? არ არის ეს ჯანსაღი პროცესი. როცა პარლამენტი იხილავს ასეთ მნიშვნელოვან საკითხს და შენ კიდევ 8 მოსამართლეს ამწესებ უვადოდ
არის თუ არა ეს ინსტიტუციური უპატივცემულობა და ჩვენ მთელი უმრავლესობა ამ ხალხის მანდატით მოსული ამისთვის მოვედით ხელისუფლებაში რომ მათი ნერვიულობის ტემპერატურები ვზომოთ და ამით მივიღოთ გადაწყვეტილებები ჩვენ ვამბობთ რომ სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს მურუსიძე ჩინჩალაძეების და დანარჩენებისგან ეს ხალხი ამ სისტემიდან უნდა გავიდეს ამიტომ ცვლილება რომელსაც ეხლა წარმოადგენს ქალბატონი ეკაბესელია არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი და ფრაქცია გაცილებით მეტ სითხოვს ჩვენ ვიმოქმედებთ რომ საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდეს და უვადოდ დანიშნები საერთოდ გაუქმდეს მოსამართლეების იმიტომ რომ არა ვართ ჩვენ ამისთვის მზად როგორც გვაჩვენა გამოცდილებამ და არც ჩვენი სახელმწიფო და მოსამართლეთა კორპუსი ამ მზად რა თქმა უნდა იმ ძალადობრივი რეჟიმის მსახურები იყვნენ ის მოსამართლეები და მე არასოდეს არ დავეთანხმები იმ თეზას რომ ისინი იყვნენ მსხვერპლნი და მე მინდა ვკითხო სწორედ იურიდიული კომიტეტის იმ წევრებს ვინც მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას თემიდას თვალი რატომ აქვს ახვეული იცით იმ ძალადობრივი რეჟიმის მსახურები დიახ არ უნდა იყვნენ უვადოდ გამწესებული და დემოკრატიულად უნდა მომხდარიყო ცვლა მათი რამდენიმეს ვინც 3 წლით არის დანიშნული ვერ მოვასწრებთ ახალი ცვლილების განხორციელებას იმიტომ რომ საბჭო ისო ფეხებს დაგვიბაკუნებს და გვეტყვის რომ ეს არ გააკეთოთ სესიაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად განმარტა თუ რატომ ეწინააღმდეგება კანონპროექტი კონსტიტუციას ანრი ოხანაშვილი ამბობს რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის მთავარ კანონთან გარდა ამისა ოხანაშვილის განმარტებით ცვლილებები გამოიწვევს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის შემცირებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ ამბობენ რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს მათი მხარდაჭერა ვერ ექნება. აღნიშნული კანონპროექტი არის ქვემდგომი კანონპროექტი, არის ორგანული კანონპროექტი და ითვალისწინებს უფრო ზემდგომ კანონპროექტში ცვლილების შეტანას, რაც დაუშვებელია და წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. ეს გახოთ პირველი ფორმალური კრიტერიუმი და არგუმენტი, თუ რატომ არ შეიძლება უფრო ქვემდგომა ნორმატიულმა აქტმა განსხვავებული და საწინააღმდეგო რეგულაცია შემოგთავაზოს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში. პატივცემულო კოლეგებო, რაც შეეხება იმ ძირითად ფუნდამენტურ უფლებებს, რა უფლებებს დაარღვევს, დამშვიდით ლევან. კი, რა თქმა უნდა. შეგიძლიათ შეკითხვაც დასვათ. სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახლავთ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და პირდაპირ გეუბნებით კიდევ უფრო გადატვირთულ სასამართლო სისტემას მიიყვანს კოლაფსის პირამდე. ამ საკითხთან დაკავშირებით პათოს ვიზიარებ, რომ აჩქარები არაფერი ვარგა, სანამ არ იქნება ჩამოყალიბებული და დამტკიცებული კანონით კრიტერიუმები, თუ მოსამართლეები როდის და რა პირობით ინიშნებიან. შემდეგ არ იქნება თითეული მათგანის, ვინც თქვათ უზენაეს სასამართლოში არის დასანიშნი და ამ საკითხთან დაკავშირებით მე მგონია, რომ გარკვეული პოლიტიკური ნიშნები ახლავს ამ წარმოდგენილ კანონპროექტს. იმ ფონზე, როდესაც მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ჩდება, ერთი შეხედვით ეს ინიციატივა ჩანს მომხიბლელად, მაგრამ მე პირადად მას მხარს ვერ დავუჭერ გამომდინარე იქიდან, რომ ინიციატივა არის არაკონსტიტუციური. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ მოსამართლეები უნდა გამწესდნენ უვადოდ და ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევიდან შეიძლება იყოს ის შემთხვევა, როდესაც მოსამართლედ პირველად ინიშნება კანდიდატი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება იგი დაინიშნოს 3 წლიანი ვადით. ყველა სხვა შემთხვევაში კონსტიტუცია გვეუბნება, რომ მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ. პლენარულ სხდომაზე გრძელდება გამოსვლები, დეპუტატები აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას საერთო სასამართლოების შესახებ. კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრები სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაიმართება. მადლობა, ეს იყო ნათია სონგულაშვილი.
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს. კვლევაში საქართველოს ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა და გასულ წელთან შედარებით ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა. კვლევაში საუბარია მიღწევებსა და გამოწვევებზეც. ნატა მახულაძე განაგრძობს ახლა თემას. ნატე, რაზე გაკეთდა აქცენტები ანგარიში და რა გამოხმაურება მოყვა მას? ოპოზიციაში არის არაერთგვაროვანი შეფასებები. ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ანგარიში ადეკვატურადაა ასახული ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და ისინი საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ასევე პრობლემების სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ამას კატეგორიულად არ ეთანხმება პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ირმა ინაშვილი. ინაშვილმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ის ხშირად ხვდება Freedom House-ის წარმომადგენლებს და იცის მათი მუშაობის ტაქტიკა და შესაბამისად ის სრულ უნდობლობას უცხადებს ამ ვინაიდან მას მიაჩნია, რომ ანგარიში არის მიკერძოებული. ირმა ინაშვილმა ჩვენთან გაიხსენა Freedom House-ის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ის განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ლობისტების დახმარებით. Freedom House-ის ანგარიში ეს მხოლოდ ერთი ელემენტია იმ კასკადში, რომელიც წინ გველოდება ძალიან ბევრი უარყოფითი განცხადებისა და ანგარიშისა და პირველ რიგში ეს საბოლოო ჯამში აისახება ჩვენი ქვეყნის საინსტიტუტო განმავლობაზე, მის ეკონომიკასა და ჩვენი მოქალაქეების სიღარიბეს. რაც შეეხება Freedom House-ის კრედიბილურობაზე თავდასხმას, ამ ტენდენციით გამოირჩევა განსაკუთრებით რუსეთის ხელისუფლება ძალიან ხშირად აკრიტიკებს Freedom House, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც არ აქვთ პრეტენზია, რომ დემოკრატიული ქვეყნები არიან. და დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიუხედავად იმისა, აკრიტიკებენ თუ არა მათ Freedom House-ი, მეს პირადად არ მახსოვს და არ მომისმენია, ასე რომ სამწუხაროა, რომ საქართველოს ამ თვალსაზრისითაც დგას იქ, სადაც დგას რუსეთი. ეს კვლევები, ჩემი აზრით, არასდროს არ არის ობიექტური, ყოველთვის ჩანს მიკერძოების ტენდენცია და სააკაშვილის გადარჩენის მცდელობა. მე ვერ ვიხსენებ, რომ Freedom House გაეკეთებინოს ესეთი შეფასებები მაშინ, როდესაც საქართველოში იყო სააკაშვილის რეჟიმი. მაშინ, როდესაც ქუჩაში ადამიანებს ხოცავდნენ, არბევდნენ აქციებს და ხალხს ართმევდნენ ქონებას. შესაბამისად, Freedom House-ის კვლევები, ჩემი აზრით, მიკერძოებულია სააკაშვილისადმი ამ შემთხვევაში. Freedom House-ის წარმომადგენლები მარკ ბერენტი და ნაით შენკენი საკუთარი უარყოფითი და ნეგატიური ნარატივებით ოფიციალური თბილისის მიმართ გამოირჩევიან. გავრცელებული ცნობით, სწორედ მათი დავალებით ჯერ კიდევ უზუსტობები გასული წლის ანგარიში მოხდა. ამის შემდეგ უკვე ოფიციალური მიმართვა იყო ოფიციალური თბილისის მხრიდან და ეს უზუსტობები გასწორდა Freedom House-ის წარმომადგენლებმა ბოდიშიც მოიხადეს, თუმცა წელსაც ისინი აგრძელებენ მიზან მიმართულად ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. მათ მიაჩნიათ, რომ ხშირ შემთხვევაში Freedom House-ის წარმომადგენლებს აქვთ მცდარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში და ამ მცდარ ინფორმაციას პოლიტიკურად ანგაჟირებული არასამთავრობო ორგანიზაციები აწვდიან. ხშირად და მაღალი ინტენსივობით ითვალისწინებს საქართველოში პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგარი არასამთავრობო ორგანიზაციების მიწოდებულ ინფორმაციას და საკმაოდ ცდება. წინა მოხსენებაშიც არაკორექტულობის გარდა ობიექტურობაც გამოსწვიოდა, ამ მოხსენებაშიც იგივესთან აქვს საქმე. გარდა ამისა, არავის არ უთქვამს, რომ ბეძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს რაღაც გარკვეულ საკითხების გადაწყვეტაში. მაგრამ ბეძინა ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც პიროვნულად წყვეტს საკითხებს პოლიტიკურ პარტიასთან, პოლიტიკურ საბჭოსთან. არაფორმალური მმართველობა, არაფორმალური, მე ვფიქრობ, რომ თვითონ რაღაც Freedom House უფრო ახასიათებს რაღაც არაფორმალური პროცესები მიმდინარეობს შეგნით, რომელიც უპირისპირდება იმ დასკვნებს, რომელიც გააჩნიათ საერთაშორისო კომპეტენტურ ორგანოებს. სამწუხაროა, რომ ასეთი გადაჭარბებული სუბიექტურობით ხასიათდება აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიში და ცდება ობიექტურობის ფარგლებს. ეს არის სამწუხარო ფაქტი. და როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ ანგარიში მოყვანილი არაზუსტი?
ძალიან ბევრი ფაქტორი არის, მაგალითად ის, რომ პირიქით ჩვენი ინტერესია, ყველას ინტერესია სასამართლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი და გათავისუფლდეს ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენებისგან, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლამდე. შესაბამისად, ყველა ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ემსახურება სწორედ იმას და პარტიებთანაც მოწოდება სწორედ ამას გულისხმობდა, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა პარტიამ, რომ სასამართლო სისტემისგან მოხდეს დისტანცირება. Freedom House ბევრი ისეთი ანგარიში აქვს გაკეთებული, რომელიც არ იყო რეალობასთან შესაბამისობაში, მაგრამ სასამართლო საკითხი არ მჭირდება წავიკითხო Freedom House-ის ანგარიში, მე ამას გძნობ, ხილიანის ქუჩაზე რო დავდივარ და ჩვენ მოსახლეობას ხვდები და ჩემ ამორჩეულს ხვდები. არაფორმალურ მმართველობაში აიგულისხმება, ბიზნესმენის თუ გულისხმობენ, ის პარტიის თავმჯდომარე არის და აქ არაფორმალური მმართველობა, არ ვიცი რას ნიშნავს, ის არის პარტიის თავმჯდომარე, ხელმძღვანელობს პოლიცსაბჭოს. მე შეგახსენებთ, რომ Freedom House-ის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა, მაშინ საუბარი არის გამოწვევებსა და მიღწევებზე, საუბარი ასევე არჩევნებთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში Freedom House-ი გავლენიანი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებს ეყრდნობა, სადაც საუბარია, რომ საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩატარდა არჩევნები და ის იყო კონკურენტუნარიანი. მადლობა ნატა მახულაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კოკაინი, ჰეროინი და სუბოტექსი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო და მათი გავრცელების ფაქტები აღკვეთა. დაკავებულია 6 ადამიანი. გამოძიების ცნობით, ერთ შემთხვევაში ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით იტალიაში ველოსიპედი შეიძინეს, მასში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი მოათავსეს და ფოსტის მეშვეობით საქართველოში გამოგზავნეს. ასევე 1 კილო კოკაინი, როგორც ამანათი, ფოსტის მეშვეობით ბრაზილიიდან გამოიგზავნა. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ქობულეთში ნარკოდანაშაულისათვის 2 პირი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო. სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში ედებათ ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების საყვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას დაახლოებით 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთკიცებად ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიიდან დაკავებული საქართველოს მოქალაქის სახელზე ამანათით გამოიგზავნა. ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია, დაკავებულია 5 ადამიანი, თუმცა ამ დრომდე იძებნება ზვია ჯაფარიძის მკვლელობაში ბრალდებული. დაჭრილი ბესიკ ბიძინაშვილის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ. გორში 9 წლის გოგონას უმკვლელობის საქმის პირველი არსებითი განხილვა რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მიმდინარეობს. საპატიმრო დაწესებულებაში პროცესის ჩატარება ბრალდებული იაგო ნებიერიძის უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყდა. მხარეები დღეს მტკიცებულებებს წარადგენენ და მათ დასაშვებობაზე მოსამართლე იმსჯელებს. მარიამ ქართოლიშვილი აშუქებს პროცესს. მარიამ, რას აცხადებენ მხარეები? იაგო ნებიერიძის ბრალდების საქმის განხილვა მე-6 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში უკვე მიმდინარეობს. ამ წუთებში მხარეები მოსამართლეს მტკიცებულებებს აცნობენ, რის შემდეგაც მოსამართლემ, როგორც თქვენც აღნიშნეთ, მათ დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს. ცნობილია, რომ სახელმწიფო ბრალდებას მტკიცებულებათა ნუსხაში უკვე აქვს ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა ნანიკო ბერი მოკლული ბავშვის ნანიკო ბერიაშვილის სხეულზე და ასევე იაგო ნებიერიძის ტანსაცმელზე ექსპერტებმა აღმოაჩინეს მოკლული ბავშვის სისხლის კვალი, ასევე გეტყვით, რომ ურიკაზე, რომლითაც სავარაუდოდ ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი მიიტანეს მდინარე ლიახვის პირას, აღმოჩენილია მოკლული ბავშვის სისხლის კვალი. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდების პოზიციას, დღეს პროკურორს მეტ დეტალზე არ უსაუბრია. დაცვის მხარე კი დღეს იაგო ნებიერიძის უფლებადამცველი პირველად გამოჩნდა მედიასთან. მან თქვა, რომ იაგო ნებიერიძე ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს და ასევე თქვა, რომ მათ მოაწესრიგეს
ჩაუწერინეს გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელი, რითაც დაირღვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპცია. აღნიშნულ ცდომაზე სასამართლო იმსჯელებს ბრალდების ხარის მიერ წარმოქმნილი მტკიცებულებების დასაშვებობისა და ასევე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხზე, ასევე დღეს გადაისინჯება იაგონებიერძის მიმართ გამოყენებული პატიმრობა და ამ საკითხებს განიხილავს დღევანდელ პროცესზე სასამართლო. ამ ეტაპზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვიდეო ჩანაწერი თუ დაერთვება მტკიცებულებებს? ყველა მტკიცებულება, რაც მოპოვებული არის ბრალდების ხარის მიერ წარმოქმნილი სასამართლოში, რომელზეც დღეს იმსჯელებს სასამართლო. ბრალდების მხარე ძალიან ბევრ რამეს ლაპარაკობს ყოველთვის წინასწარ, მაგრამ ხანდახან ისე არ ხდება ხოლმე თქვენს მოგეხსენებათ. მე ხელწერლი დამაწერინეს, სადაც ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება მეკრძალება. თუმცა არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენეს ბრალდების მხარემ, ვინაიდან მათ გააჟღერეს ბევრი ინფორმაცია, ასევე ექსპერტიზის დასკვნაც თითქმის გამოიკვლიეს და ალბათ ვერდიქტიც გამოიტანეს, რაც არასწორია და კანონის აბსოლუტურად დარღვევა და მისი იაგოს უფლებებიც ირღვევა. მე მესმის ძალიან უთანაგზნობ მეორე მხარეს ასეთი რამ მოხდა, მაგრამ წინასწარ არავინ არ იცის როგორ გადაწყდება, საბოლოოდ რა იქნება. პენტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე გადაწყდება აირჩევს თუ არა იაგონებიერიძე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს თუ სხდომები და სასამართლო პროცესი ჩატარდება არსებითი წესით განხილვის შესაბამისად. გეტყვით, რომ იაგონებიერიძე ამ საქმეში არის ერთადერთი ბრალდებული, 8 წლის ნანიკო ბერიაშვილი კი 24 ოქტომბერს იპოვეს მდინარე ლიახვისპირას მოკლული. ამ საქმეზე იაგონებიერიძეს ორი მუხლით ედავებიან, ეს არის განზრახმკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და ასევე არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდეან უვადო პატიმრობა ემუქრება. ეს იყო მარიამ ქართულიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთსა და გერმანიაში მაღალი დონის შეხვედრებს აჯამებს. განწყობა იყო განსაკუთრებული, ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტს საფრანგეთში. ის ამბობს, რომ დამოუკიდებლობა საქართველოს მიმართ გასულ წლებთან შედარებით პოზიტიურად არის შეცვლილი. რაც შეეხება გერმანიას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოსია დამოუკიდებული, თუ როგორ გააღრმავებს ქვეყანა ბერლინის იმ თანადგომას, მხარდაჭერასა და მეგობრობას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება. საფრანგეთი ვიტყოდი, რომ შეიცვალა უფრო, ანუ მისი დამოუკიდებლობა ჩვენს მიმართ, რომ სამხედრო თანამშრომლობა, ჩვენი საერო თავდაცვა, ეს არის ისეთი პოზიციები და ამისი გაძლიერება და მზადყოფნა მეტი თუ გჭირდება თუ აქავართო. რაც ეხება გერმანიას, ასეთი ცვლილება არ შემიტყვია, მაგრამ ჩვენს მიმართ ყოველ შემთხვევაში ის თანადგომა, ის მხარდაჭერა და ის მეგობრობა, რომელიც თან მოგყვება მართლაც დამოუკიდებლობიდან და როგორც ვახსენე, პირველი დამოუკიდებლობიდან. ეს არის, იქნება და ჩვენ ორზე არის დამოუკიდებული, რომ ეს კიდევ გავამოვალებს. ქართველი მასწავლებლის საერთაშორისო წარმატება სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში გავიდა. გამარჯვებული 24 მარტს დუბაიში გამოვლინდება და 1 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯილდოვდება. ელოდნენ თუ არა ჩიბათში ფინალში გასვლას და საერთოდ რა ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში, ამას ახლა ანი ბერუკაშვილი გვეტყვის. ანი გისმენთ. დიახ, ლადო აფხაზავა საუკეთესო ათეულშია და დღეს დილიდან ხალხმრავლობა იყო ჩიბათში. ბუნებრივია პირველი, ვინც მასწავლებელს მიულოცა წარმატება, იყვნენ მოსწავლეები. თქვენ ახლა ხედავთ, როგორი ემოციებით, შეძახილებით და ბუშტებით დახვდნენ მას დღეს ჩიბათის სკოლაში. თავად ამბობს, რომ ამხელა წარმატებას არ ელოდა, თუმცა მოსწავლეები ლადო აფხაზავას შესაძლებლობებში დარწმუნებული არიან. ჩიბათის სკოლაში ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ მათი მასწავლებლის, არამედ საქართველოს წარმატებაა. საუკეთესო ათეული კი ცნობილმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა. მანამდეობას ჰქონდა საკმაოდ ემოციური სიტყვა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო მასწავლებელი, რატომ არის ეს პროფესია მნიშვნელოვანი და მან მასწავლებლები სუპერ გმირებსაც კი შეედარა. როცა პატარა ვიყავი, ძალიან მინდოდა რომელიმე სუპერ გმირი გამოვსულიყავი, მაგრამ ახლა მთელი ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილი სუპერ გმირები მასწავლებლები არიან. ეს ადამიანები ცვლიან სამყაროს. კარგი მასწავლებელი ჩვენში საუკეთესოს ხედავს და ცდილობს ეს მაქსიმალურად გააღვივოს. მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა მსოფლიოში. ნამდვილად არ ველოდით ფინალში მოხვდებოდი და ეხლა უკვე ათეულში მოხვედრა ეს
უკვე ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა და მე მინდა გითხრათ, რომ ეს მარტო ჩემი სკოლის, ჩემი გამარჯვება არ არის, ეს საქართველოს გამარჯვება. მე არასოდეს მარტო არ მივლია ამ გზაზე. ჩემ კოლეგებთან, ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავდიოდით, ვქნიდით სათემო თუ საკლასო პროექტებს. ჩვენ გვჯეროდა ლადო მასწავლებლის, ველოდით კიდევაც მე მგონი მას არ ჯეროდა ისე როგორც ჩვენ ველოდებოდით და დღეს რო გამოაცხადეს ესე ძალიან გახარებულები ვიყავით დილით რომ მოვიდა ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ უფრო მალე მივიდოდა და მალე ჩაეხუტებოდა რა ვიცი ეს ვფიქრობ რომ ჯერ დასაწყისია და ლადო მასწავლებელი კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას დადევს და მეჯერ გაგვახარებს მასწავლებელთა გლობალური ჯილდო 2015 წლიდან გაიცემა მიზანი რა თქმა უნდა ამ პროფესიის პოპულარიზაცია. წელს საუკეთესო ათეული 10,000 მასწავლებლიდან შეარჩიეს, მათ შორის არის ლადო აფხაზავაც და ჩვენ ვილოცავთ მას ამ წარმატებას, თუმცა ბუნებრივია, ახლა ყველა ელოდება 24 მარტს, როდესაც დუბაიში გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. გამარჯვებულს ჯილდოს სახით $1,000,000 გადაეცემა და თუ კი გამარჯვებული იქნება ლადო აფხაზავა, ის ამბობს, რომ ამ თანხას კვლავ განათლებას და ბავშვებს მოახმარს. მადლობა, ეს იყო ანი ბერუკაშვილი. 21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა თბილისში მეტეხის ეკლესიასთან გიდების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით საქართველოს რუკის დამახინჯების ფაქტები გახშირდა და ეს ეხება არა მხოლოდ ტურისტულ კომპანიებს. მათი თქმით, ასეთი დარღვევა უმეტესწილად ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების კომპანიების მიერ ხდება. თემაზე კომენტარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სიმბოლიკის ნებისმიერი სახის დამახინჯება ლახავს სახელმწიფოებრიობას, არის დაუშვებელი და სახელმწიფო შესაბამის კანონზეც მუშაობს. აქციის მიზანი არის, ასე ვთქვათ, ქვეყნის სიმბოლიკის წინააღმდეგ მიმართული დარღვევის წინააღმდეგ მიმართული აქცია. გახშირებულია საქართველოს რუკის არასწორი ინტერპრეტირებით წარმოდგენა. საუბარია სამაჩაბლოს და აფხაზეთის გარეშე საქართველოს რუკის ჩვენებაზე. მნიშვნელოვანია რომ ამაზე სწრაფი რეაგირებები მოვახდინოთ. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ნებისმიერი მსგავსი ფაქტი, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენ სივრცეში ხვდება ავტომატურად ვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ადმინისტრაცია თავისი მხრიდან იმისთვის, რომ ძალიან კაფიოები ვიყოთ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში, იმ რუკებს, რომლებსაც ჩვენ ქვეყნის სახელით ვავრცელებთ საპრომოციოში და ისევ როგორც საერთაშორისო ბაზარზე დატანილია მთელი ქვეყნის ტერიტორია, სადაც კაფიოდ აღნიშნულია და გამოხატულია ის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებული არის. მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებისათვის, მთლიანად საქართველოს საზოგადოებისათვის სახელმწიფო სიმბოლიკის რუკის დამახინჯება და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპს ვიზუალურად თუ ქმედითად არყავს. ზომებთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ უკვე ის რაც კანონიდან გამომდინარეობს, ამ ზომებზე მიმდინარეობს მუშაობა. ეს საქართველო ამ სლოგანით გამართეს გიდებმა უფასო ტური გორშიც. გიდების საერთაშორისო დღეს მათ ამ ფორმით გააპროტესტეს სახელმწიფო სიმბოლიკის საქართველოს რუკის დამახინჯების ფაქტები. ტური რუსთაველის სკვერიდან დაიწყო და ტურისტებისთვის საინტერესო თითქმის ყველა ობიექტი მოიცვა. ის რომ ვაპროტესტებთ აი ამ რუსული სააგენტოების მიერ დაბეჭდილ რუკას ბუნებრივია არის გვაგვაერთიანა და მთელ საქართველოში სიმბოლურად ბუნებრივია გორით შეუერთდა და არა მხოლოდ იმიტომ რომ სიმბოლურია რომ დღეს გორში აღნიშნავთ ამ დღეს სადაც საოკუპაციო ხაზი და ეგრეთ წოდებული საზღვარი არის ჩვენს გვერდით. ყველამ დავიცვათ პატივივცეთ ჩვენ ქვეყანას, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ სტუმრებს და ამასთანავე არ მოხდეს ჩვენი რუკის, საქართველოს რუკის, ჩვენი სიმბოლიკის დროშის დამახინჯება. ქეთევან ციხელაშვილმა წარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადასცა. სტიპენდია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით წელს პირველად დაარსდა. ის განკუთვნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად განათლება და განსაკუთრებით სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ახალგაზრდების დახმარება, ყველა იმ გამოწვევის, ხილული თუ უხილავი დაბრკოლების
გათვალისწინებით, რომელთან გამკლავებაც ამ ახალგაზრდებს უწევთ და მაინც არიან წარმატებული მომდევნო აკადემიური წლიდან, იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უგამოცდო და უფასო მოსამზადებელი ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სწორედ ხარისხიან განათლების ხელმისაწვდომობის არ ქონის გამო და ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის არ ქონის გამო ვერ ახერხებენ მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას. პირველ რიგში ჩემს მასწავლებლებს, რომელმაც ახლა მომიყვანეს განათლება მომიცეს და წარმატებები უსურვო ბავშვებს. რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. რეკლამის შემდეგ თქვენ უყურებთ ქრონიკას 2-ზე. ბანგლადეშის დედაქალაქში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. დაკაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი ქალაქის ძველ კვარტალში 4 სართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც სავარაუდოდ ქიმიკატების საწყობი იყო. ცეცხლი მეზობელ სახლებზეც გავრცელდა. უამინდობა შეერთებულ შტატებში ძლიერი ქარისა და თოვლის გამო 400,000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიამ განსაკუთრებით ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატები დააზარალა. ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უამინდობის გამო ცალკეულ უბნებში სწავლის პროცესით შეჩერდა. გადადებულია ავიარეისები. ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ და დღეს 300-ზე მეტი რეისი გაუქმდა. იმატა ავტოსაგზაო შემთხვევებმაც. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ტერაქტის მზადების ბრალდებით დააკავეს. 49 წლის პოლ ჰესონის სახლის შხრეკისას სამართალდამცველებმა 15 ცეცხლსასროლი იარაღი და 1500-ზე მეტი ვაზნა იპოვეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ლეიტენანტი ჰესონი სამოქალაქო პირებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმას გეგმავდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ხანგრძლივი პატიმრობა ელის. დონალდ ტრამპი ევროპულ მანქანებზე ტარიფების დაწესებით დაიმუქრა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ავსტრიის კანცლერთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, თუ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმება ვერ შედგება, შეერთებული შტატები ევროპული მანქანების იმპორტიორებს ტარიფებს დაუწესებს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ევროპული მანქანების იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ანტისემიტიზმის ნებისმიერ გამოვლინებაზე მთავრობას მკაცრი რეაგირება ექნება. ემანუელ მაკრონის თქმით, ხელისუფლება უკვე მუშაობს კანონზე, რომელიც ინტერნეტში ზიზღის გამოვლინების წინააღმდეგ იქნება მიმართული. საფრანგეთის ლიდერმა დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტისემიტური დაჯგუფებები აკრძალოს. მაკრონმა ეს ჯგუფები შუღლის გაღვივებაში, დისკრიმინაციასა და ძალადობისკენ მოწოდებაში დაადანაშაულა. სტატისტიკური მონაცემებით 2018 წელს საფრანგეთში ანტისემიტური ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვმა 74%-ით მოიმატა. მექსიკელმა სამხედროებმა კონტრაბანდისტების კატერი დააკავეს, რომელშიც 630 კილოგრამი კოკაინი აღმოჩნდა. სპეცოპერაცია ტოპოლობამპოს რაიონში ჩატარდა. დაკავებულია 15 ადამიანი, მათ შორის არიან ეკვადორის, კოლუმბიისა და მექსიკის მოქალაქეები. კონტრაბანდული ტვირთის ღირებულება შავ ბაზარზე მილიონობით დოლარს შეადგენს. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. დღის ყველა სიახლე შეგიძლიათ წაიკითხოთ იმედი News-ზე. ქრონიკა კი 5-ზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.